საგანგებო რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას და მომდევნო ნახევარი საათის განმავლობაში ჩვენთან სტუდიაში სტუმრად იმყოფებიან კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და ასევე ნინო ლეჟავა, საჯარო სექტორში დასაქმებული პარლამენტის კვლევითი ცენტრის მკვლევარი. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იმყოფებით ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. ხალხს, სახელმწიფოს და ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციას, აი ამ სლოგანით სხვადასხვა სამინისტროებში, აიპებსა და ციპებში დასაქმებული ადამიანები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ დღეს. საიდანაც შემდეგ უკვე გადაინაცვლეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. თუ იმყოფებოდით ნინო ამ აქციაზე და ძირითადი მოთხოვნები რა არის? პირველ რიგში დიდი მადლობა მაკამ მოწვევისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აშუქებს ახლა ამ ყველაფერს და დღეს მომეცა შესაძლებლობა, რომ თქვენთან ვისაუბრო, რადგან საზოგადოების ეს სეგმენტიც საჯარო მოხელეები და ზოგადად საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხმაც ისმოდეს. დღევანდელი შეკრების და მარშის მთავარი მიზანი იყო, რომ საჯარო მოხელეებს და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს დაეფიქსირებინათ მათი პოზიცია და ერთგულება საქართველოს კონსტიტუციისადმი და ასევე საქართველოს კონსტიტუციით გამტკიცებული საგარეო კურსისადმი და ასევე ხაზი გაესვათ, რომ საჯარო მოხელეები საქართველოში ემსახურებიან სახელმწიფო ინტერესებს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.